მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, ვაგრძელებ ჩემს კურსს წონაში კლებასთან დაკავშირებით. დღეს ვისაუბრებ მიზნებზე, წონაში კლების მიზნებთან დაკავშირებით, როგორ დავისახოთ მიზნები, რა არის საუკეთესო პრაქტიკა და როგორ გავუმკლავდეთ პლატოს. პლატოს ეძახიან, როცა იკლებ წონაში და რაღაც პერიოდის მერე წონაში კლებას წვეთ. და ეს დიდი გამოწვევაა ბევრი ადამიანისთვის, ზოგ ადამიანს ემართება რამდენიმე თვეში, ზოგ ადამიანს რამდენიმე კვირაში, ზოგ ადამიანს ერთი წლის თავზე, მაგრამ როგორც წესი აუცილებლად მოდის რაღაც წონაზე პლატო დგება და ამ პლატოსთან გამკლავება მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანებისთვის. პირველ რიგში ვთქვათ, როგორ დავისახოთ მიზნები, მიზნების დასახვაში რამდენიმე მთავარი კრიტერიუმი, ინგლისურად SMART-ს ეძახიან ამ frameworks. ქართულად არის რომ რამდენიმე კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს შენი მიზანი, უნდა იყოს სპეციფიური, ანუ უნდა იყოს ძალიან გასაგები და მკვეთრი. მაგალითად, კი არ უნდა თქვა რომ მე მინდა წონაში დაკლება. ამის ნაცვლად უნდა თქვა რომ მე მინდა 5 კილოს დაკლება ჯანსაღი და ვარჯიშით მაგალითად. ანუ ძალიან გასაგები და მკვეთრი უნდა იყოს შენი სპეციფიური უნდა იყოს შენი მიზანი. მეორე უნდა იყოს აუცილებლად განსაზღვრადი, გაზომვადი. გაზომვადი ნიშნავს გაზომვადი რას ნიშნავს? მაგალითად, შეგიძლია თქვა რომ მე მინდა ჯანსაღი კვება. მაგის ნაცვლად მინდა ჯანსაღი კვების ნაცვლად გაზომვადი იქნება რომ მაგალითად შევჭამ მინიმუმ თქვა 300 გრამ ბოსტნეულს დღის განმავლობაში ან შევჭამ მაქსიმუმ 1800 კალორიას დღის განმავლობაში. ანუ უნდა იყოს გაზომვადი, რითიც შეიძლება გაკონტროლებას თუნდაც შენი დღიური პროგრესის. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია დადგეს ასწოროთ და აიწონო, პროცესის გაკონტროლებაც უნდა შეგეძლოს. ანუ პროცესი უნდა იყოს გაზომვადი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია გაზომვადობა. ხშირად ადამიანები ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ გაზომვადობა გვაკლია ხოლმე და ისეთ საკითხებში თუნდაც როგორც ძალიან კომპლექსურია, როგორც არის წონაში კლება, გაზომვადობა ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ კომპონენტი არის მიღწევადობა, უნდა იყოს მიღწევადი. მიღწევადობაში იგულისხმება რა, რომ იმის ნაცვლად რომ თქვას ადამიანმა რომ მე დავიკლებ 10 კილოს ერთ თვეში, არა, უნდა თქვას რომ დავიკლებ 500 გრამს კვირაში მაგალითად. რაც არის ძალიან რეალისტური და თან თქვათ 500 კალორიანი დეფიციტი დღის განმავლობაში. დღეში შევიქმნი 500 კალორიის დეფიციტს და ამით კვირაში დავიკლებ 9 კილოს. ეს რეალისტურია. და ის რომ მაგალითად იციან ხოლმე რომ როგორ დავიკლო 2 კვირაში 5 კილო, ან როგორ დავიკლო ერთ თვეში 15 კილო, არ რეალისტური მოლოდინები ბადებს მე იმედ გაცრუებას და მე ადამიანი ანებებს თავს. ამიტომ ჯობია რომ ყოველთვის იყოს რეალისტური თქვენი მიზნები. და უნდა იყოს, ანუ მიღწევადი უნდა იყოს და უნდა იყოს მეოთხე კომპონენტი არის რომ იყოს რელევანტური. ახლა რელევანტური რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? რომ მაგალითად შეიძლება თქვას ადამიანმა რომ მე დავიწყებ ვარჯიშს მძიმე წონებით და ცხოვრებაში არ ვარჯიში ადამიანს, ან არ შეიძლება რომ დაიწყოს, მაგრამ იქნება ძნელი ან მოცემულ სიტუაციაში ჯობია რომ მიუხედავად იმისა რომ რეალისტურია შეიძლება მართლა დაიწყოს, მაგრამ გაუჭირდება ძალიან და პირველ ეტაპზე უფრო რელევანტური იქნება რომ თქვას რომ მე დავიწყებ ფიზიკურ აქტივობას დღეში 10000 ნაბიჯით მაგალითად ან 7000 ნაბიჯით, რომელიც ბევრად უფრო რელევანტური იქნება მოცემული სიტუაციისთვის. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია და უნდა იყოს დროში განსაზღვრადი. დროში განსაზღვრადი რას ნიშნავს? რომ შეგიძლია თქვა რა თქმა უნდა მე დავიკლებ ბოლოს და ბოლოს ჩემს 20 კილოს, მაგრამ ჯობია მის ნაცვლად თქვა რომ მე დავიკლებ მაგალითად 3 თვეში 5 კილოს და მე შემდეგ 3 თვეში კიდე 5 კილოს. ანუ უნდა იყოს დროით შემოსაზღვრული.
და დროით განსაზღვრული უნდა იყოს მიზანი. ახლა არის კითხვა, რომ კონტროლი როგორ ხდება. კონტროლი ორი ცნობილი პრაქტიკა არსებობს, რომელიც ყველაზე მეტად ამართლებს. ერთი არის ყოველდღიურად აწონვა, მეორე არის კვირაში ერთხელ აწონვა. გაჩნია ადამიანს, მაგრამ მიიჩნევა, რომ კვირაში დღეში ერთხელ აწონვა უფრო ეფექტურია უმეტესი ადამიანისთვის. თქვენთვის თუ აი ადამიანს როცა ემოციური კვება აქვს, შეიძლება სტრესს უმატებდეს ამ შემთხვევაში. მაგ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ყოველდღე აწონვა, შეიძლება ჯობდეს კვირაში ერთხელ, მაგრამ ჯამში წონის ტრენდს უნდა აკონტროლებდეთ. ვინც ყოველდღე იწონება, მნიშვნელოვანია რომ ერთი და იგივე პირობებში იწონებდეს ადამიანი, მაგალითად თქვა რომ აი დილით 3 საჭმელს შევჭამ, ავიწონები ყოველ დილით. ხო, ტანსაცმელი ზოგი გახდილი იწონება, ზოგი გაუხდელი. ყოველ შემთხვევაში თუ ტანსაცმელით იწონებით, ერთი და იგივე რაოდენობა ტანსაცმელი უნდა ეცვას ადამიანს. არ უნდა იყოს ისე, რომ ზოგი ტანსაცმელი 500-600 გრამია და ანუ ეს ვარიაბელურობა არ უნდა იყოს. ანუ ყოველთვის ჯობია რომ ერთ და იგივე სიტუაციებში აიწონო მოკლედ. ახლა წონაში როცა იწონება ადამიანი, იცვლება მუდმივად. წონა არ არის ესე, რომ ან ტრენდი შენარჩუნებულია, თქვათ თუ მე ვიკლებ და ჩამოდივარ 70-დან თქვათ 60-მდე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ტრენდი იქნება, რომ ჯერ ვიყავი 67, ხან 68, ხან 69, მერე ერთით ნაკლებები 66, 67, 68 და ასე. მაგრამ თამაშობს, ანუ 2 კილო, 2 კილო ნახევრით მუდმივად თამაშობს წონა. ანუ დღეს შეიძლება აიწონო და რაღაც იყო 65 მაგალითად, ხვალ შეიძლება 2 კილოთი მეტი იყო. ეხლა არ ნიშნავს რომ ეს 2 კილოთი მეტი როცა ხარ, არ ნიშნავს იმას რომ 2 კილო მოიმატე ერთ დღეში. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ როგორც წესი ეგ არ ხდება. წარმოუდგენლად ბევრი უნდა ჭამოს ადამიანმა, რომ 2 კილო მოიმატოს დღეში და თან ის რა თქმა უნდა არ იქნება სუფთა ცხიმი 2 კილო. თუმცა თუ ძალიან ბევრი ჭამას გააგრძელებს ადამიანი, უსასრულოდ მოიმატებს. მის ორგანიზმი რასაც შეძლებს, ისენ გამომდინარე, ანუ არ აქვს ადამიანს ზედაზღვარი წონაში მატების, იმიტომ რომ 300 კილოს და მეც ცილდებიან ხოლმე ზოგჯერ ადამიანები. ამიტომ ეს საფრთხილოა, მაგრამ ახლა 2 კილოთი მეტ რო გაჩვენებს, ეგ არ ნიშნავს, მაგალითად ბევრი ჭამე, ხო? წყალია შეკავებული, რატო ახლა წყალს რო ხუმრობენ კიდევაც უკვე, ხო, იმ კომედი შოუს წყალი შეკავებულიო ორგანიზმშიო. ეგ მართალია, ან ნახშირწყალს რო ჭამ, ის ნახშირწყალი იკავშირებს 3-ჯერ მეტ წყალს. ხო და შესაბამისად მაგალითად თუ შეჭამე 500 გრამი ნახშირწყალი, ხო, ის 500 გრამი ნახშირწყალი შეიკავშირებს ლიტრა ნახევარ წყალს. კილო ნახევარ წყალს სასწორზე ესე იქნება. შესაბამისად ეგ უკვე 2 კილოა, ხო? რაღაც საკვები მუცელში რჩება, ნაწლავებში წყალი შეკავებული და ეს თავისუფლად შესაძლებელია, რომ დიდი კვების მერე მეორე დღეს 2 კილოთი მეტი გაჩვენოთ. ასევე მარილიანი აკავებს წყალს ორგანიზმში, ამიტომ არა გასაკვირი, რომ მარილიანი საკვების ჭამის შემდეგ ადამიანს ჰქონდეს მეტი წონა. ასევე მაგალითად მენსტრუაციის წინა პერიოდი, როცა პროგესტერონის დონე იმატებს, ესეც აკავებს წყალს ორგანიზმში. ასევე პროგესტერონი როცა მომატებულია, კრეივინგები მეტი ადამიანს, ამიტომ ტკბილი უნდება მეტად. მენსტრუაციის პერიოდში შესაძლებელია, როცა ვარდება ეს ტესტოსტერონი იმატებს შედარებით, ესტროგენები, პროგესტერონები დავარდება, შეიძლება ანუ ხასიათის ცვლილება და ეს გამოვლინდეს და ადამიანმა მოუმატოს ჭამას, განსაკუთრებით ვისაც ემოციური კვება აქვს, ესეც ნორმალურია. ან ჩვეულებრივი ამბავი. ასევე მე-14 დღის წინა პერიოდებში, სამ ფოლიკულის მომწიფების პერიოდში
ესტროგენები იმატებს და მაგ დროსაც შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში შეშუპება ქონდეს ადამიანს და წყალი მეტად იყოს შეკავებული, როცა ესტროგენები ყველაზე მაღალ დონეზეა. ასე რომ ქალის ორგანიზმში ჩვეულებრივი ამბავია, მოკლედ ეს ვარირება წონის, ამიტომ ეგ არ არის არც გასაკვირი და არც პრობლემა. თავარი არის ტრენდი, ან ტრენდს უნდა მიაქციოთ, მნიშვნელობა ყველაზე თავარი ეგ არის. და ახლა თქვათ პლატოზე, ან პლატო არის როცა იჭედება წონა, მაგალითად იმატებდით და იქლებდით და შეჩერდა, ან პირიქით მოიმატეთ ცოტა, ხომ მომატებას პლატოს არ ეძახიან, მომატებას ეძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვყავს როცა მინიმუმზეა საუბარი რა, რომ იქლებდი, ვთქვათ, ჩამოხვედი 10 კილო დაიკელი და მერე კილონახევარი მოიმატე, ხო? ჯამში პლატოა. თუ გაჩერდი რა თქმა უნდა იმაზე. რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთი არის მეტაბოლური ადაპტაცია. მეტაბოლური ადაპტაცია ნიშნავს, რომ ორგანიზმი ეჩვევა აი ამ ცოტა კალორიებს და ნაკლები კალორიის დაწვას იწყებს. მეორე მიზეზი არის კუნთების დაკარგვა, იცით რომ წონაში კლებასთან ერთად ჩვენ კარგავთ კუნთების განილევა და ეგ არის მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა. მესამე არის რომ ადამიანები ჩუმჩუმად უმატებენ კალორიების მიღებას, ანუ როცა ადამიანი ეჩვევა დიეტას და გონია რომ აი მივეჩვე მე ამ კვების რეჟიმს და ნელ-ნელა ჩუმჩუმად ცოტა მეტს და მეტს ჭამს და ვერ აკონტროლებენ ადამიანები, ანუ გონიათ რომ არ ჭამენ და აღმოჩნდება რომ მეტს ჭამენ. ჩვეულებრივი ამბავია, ან ძალიან კარგად არის აღწერილი ეს არ არის იშვიათი მოვლენა. და ადამიანები ასევე წონაში რომ იქლებენ, ნაკლები ან გლუკოზის დონე რომ მცირდება, შედარებით ნაკლები ენერგია აქვთ, ენერგიას რომ ნაკლებს ქნობენ, ნაკლებს მოძრაობენ მერე და რასაც მოძრაობენ, იმას აღარ მოძრაობენ და აი ეს ენერგიის ხარჯიც იკარგება და ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კიდე რატომაც პლატო ვითარდება. ახლა პირველი ნაბიჯი ყველაზე მთავარი არის რომ უნდა კარგად აღწერო ხوار მოუმატე კალორიების ჭამას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პორციების აწონვა ან გაზომვა, კალორიების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ ხშირად აი ეს ეშმაკი მაგ დეტალებშია ხოლმე, რომ ჩუმად ისე ზედმეტი სნექი შეიძლება შეჭამოს ადამიანმა, ან უფრო დიდი პორციების ჭამაზე გადავიდეს, რომ ვერც შეამჩნიოს არც აქცევდეს ყურადღებას ამას და მერე ქმნის პრობლემას. ყველაზე მთავარი როგორც წესი არის ხოლმე ეგ. მეორე მეთოდი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, არის რომ ცილების მიღება გაზარდოთ, ცილების მიღება მნიშვნელოვანია კუნთებისთვის, მნიშვნელოვანია ასევე საკვების თერმული ეფექტისთვის, მეტი კალორია რო დაიხარჯოს ცილების მონელებაში, ხორცი, კვერცხი, პარკოსნები, რძის პროდუქტები, ანუ წილი თქვენ დიეტაში რო გაზარდოთ ცილოვანის, მიიჩნევა მნიშვნელოვნად და ვარჯიშები, ძალისმიერი ვარჯიშების დაწყება, რომ კუნთები განვითარდეს, იმიტომ რომ ხშირად კუნთების ნაკლებობა, ან კუნთების განლევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა პლატოსი და შესაბამისად ყურადღება უნდა მიაქციოთ. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის შეწყვიტეთ ცოტა ხანი დიეტა, დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ან 3 დღის განმავლობაში, ან 2 კვირის განმავლობაში გაჩნია როგორ უხერხდება და ჭამეთ ჩვეულებრივ შედარებით მეტი კალორია ნორმალურად და ეს ლეპტინის დონეს გაზრდის ორგანიზმში და ის მეტაბოლური ადაპტაციის რისეთი მოხდება რა, ანუ ისე ორგანიზმი დაიწყებს ნორმალურად კალორიების წვას და შემდეგ ისევ დაიწყეთ დიეტა და ეს ხშირი კაი პრაქტიკაა, რომ მაგალითად ყოველ 4-6 კვირაში რამდენიმე დღით ან ზოგჯერ 2 კვირითაც კი ადამიანები ისვენებენ ხოლმე არ აგრძელებენ დიეტას. ოღონდ არნიშნავს ახლა ის რომ როცა დიეტაზე არ ხარ
მოუმატო კვებას მნიშვნელოვნად, ესე არა, მაგრამ რამდენიმე დღე შესაძლებელია რომ ეს დასვენებები გააკეთო ჭამო რაც გინდა, მე ისე სადაც 4 კვირა მაინც 1 თვე, ანუ დაიცვა ნორმალურად და ასე. ხო, ზოგი ადამიანი უფრო მეტად ამცირებს მაგას და კვირაში ერთხელ აკეთებს, ესეც შესაძლებელია. მაგრამ აი ეს უნდა გააკონტროლოთ, მე ულუფები რომ ძალიან ბევრი არ ჭამო იმ დღეებში, როცა დიეტაზე არ არის ადამიანი. ხო, დიეტაზე ცუდად ხდება ყურში, დიეტა ამ შემთხვევაში კოდური სიტყვაში გულისხმობ წონაში კლების რეჟიმში, როცა არ ხარ იმდენს არ ჭამ, რომ წონაში დაიკლო უფრო მეც როცა ჭამ. ამას გულისხმობ, როცა დიეტაზე არ ხარ. და მე-4 მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფიზიკური აქტივობის გაზრდა, მინიმუმ 10,000 ნაბიჯი დღეში უნდა უთხრა შენს თავს. და კიდე თუ კი მაგანაც თუ არ უშველა, იმ ყველაფერმა ზემოთ ჩამოშლილმა თუ არ უშველა, მაშინ დაახლოებით 100 კალორია რომ კიდე დააკლო 1-2 კვირის განმავლობაში, შემდეგ ისევ 100-200 კალორია რომ დააკლო 1-2 კვირა ესე იკვებო და შემდეგ მოუმატო. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პლატოს გარღვევისთვის. ხო, და ძილი კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძილი ბევრი კვლევა ადასტურებს, მოკლედ რომ 6 საათზე ნაკლები ვისაც ძინავს, ხშირად აქვს წონის პრობლემები, მეტად შეა კორტიზოლის დონე მომატებულია, მოკლედ ეგ დიდი პრობლემაა. ხო. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა დღეისთვის, ყველას კარგ ახალ წელს გისურვებთ, მრავალს დაესწარით და ჯამრთელად. ხო, ახალი წელი ძალიან კარგი საშუალებაა რეალურად ახალი მიზნების დასახვისთვის და ახალი ხო ჩვენ ყოველთვის ვნახლდებით როგორც ორგანიზმი და ეს კიდე ერთი მნიშვნელოვანი მაილსტოუნია ხოლმე, რომელსაც გაიდის ადამიანი ყოველი წელი. შესაბამისად ხო, დიდი იმედებით უყურებს ადამიანების უმრავლესობა, მათ შორის მეც და თავარი მაინც ჩვენ ვართ. ან ჩვენ თავში უნდა იყოს ეს ცვლილებებიც, ჯანსაღი ცხოვრებაც და მეტი მცდელობაც ეგ არის. ხო, თავისით წელი არ მოიტანს არაფერს. თავისით კარგი იშვიათად ხდება, მაგრამ ჩვენ თუ შევუწყობთ ჩვენ თავს, რა თქმა უნდა, იქნება წარმატების წელი. და ასეთ წარმატების წელს გისურვებთ ყველას და ჯანმრთელობის წელს, რა თქმა უნდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ ჩემთან ხართ და ყველას კარგ ახალ წელს გისურვებთ.